საღამო მშვიდობის ეთერშია ინფორმაცია ფაქტი, ანუ იმ ფაქტი ყველაზე მოდელირებული გადაცემა იმედის შემდეგ, ვინაიდან მხოლოდ აქ გაიგებთ პირველად რომ დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი უახლოვდება, კონკრეტულად კი შეჯახება 21 საათზე მოხდება. დედამიწა მოწყდება საკუთარ ორბიტას და აფეთქდება. ყველაზე მძიმე შედეგი მოსალოდნელი კატასტროფისა ის არის, რომ ამ ტრაგედიას დროში დამთხვევის გამო ვერ აჩვენებს კურიერი. სამაგიეროდ არმაგედონის მოახლოებას ინგა გრიგოლია გააშუქებს იმედზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინგას ხმამ შეიძლება გადაფაროს კიდეც კატასტროფის ხმა, რაც ქართველებს აღსასრულს გაუადვილებს. მოსალოდნელ კატასტროფას არ აშუქებს ტელეკომპანია კავკასია, ვინაიდან იქ ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან. ასევე ეს ამბავი არ გაშუქდება ტელეკომპანია მაესტროზე, ვინაიდან აქ 8-ზე თურქული სერიალია, 9-ზე კი მოგეხსენებათ აზრი არ აქვს. საღამო მშვიდობისა. დღეს ჩვენი გადაცემის ბოლოს დამშვიდობებისას ვეღარ მოისმენთ ფრაზას ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, რადგან დღეს დედამიწას ასტეროიდი უნდა დაეცეს და თქვენი მოტყუება და ცრუ იმედების ჩასახვა არ გსურს. ვერ მოისმენთ ვერც ერთ ცრებლიან სიტყვას ჩვენგან, რადგან ჩვენ ამაყები ვხვდებით აპოკალიფს, ვინაიდან მოვესწარით კოჰაბიტაციას, ევროასოცირებას და პროგრამას აწარმოეს საქართველოში. მეტი რა უნდა ინატრო წუთი სოფლისგან კაცმა. და შესაბამისად ვეღარ მოისმენთ ახალ ტყუილ დაპირებებს პოლიტიკოსებისგან 2016 წლის არჩევნებზე, რადგან აპოკალიფსმა ეს არჩევნები გააუქმა. საქართველოს მთავრობა მოსალოდნელ არმაგედონს მომზადებული ხვდება, როგორც პრემიერმა განაცხადა 21 საათამდე, ანუ ასტეროიდთან შეჯახების დრომდე უფასოდ იმუშავებს მეტრო. არ გაძვირდება ყვითელი ავტობუსები და მოეწყობა სახალხო ზეიმი არმაგედონობა. ამას ნაციონალურ მოძრაობაში პოპულისტურ ნაბიჯს უწოდებენ. ასტეროიდის დედამიწისკენ დამღუპელ სვლას გმობს ქალბატონი ელისო ჩაფიძე და აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა საშიშროებას ვერ ხედავს და ის აგზელებს ნაყოფიერ შრომას, ვინაიდან არ სჯერა, რომ ასტეროიდი პრემიერზე უფრო ძლიერია, რომ აღარაფერი ვთქვათ ბატონ ბიძინაზე. ნაციონალურ მოძრაობაში იუწყებიან, რომ ასტეროიდის ასაფეთქებლად უკვე გაემგზავრნენ ნაცმოძრაობის ცნობილი სახეები გოგა ხაჩიძე და გოგა ხაჩიძის ორი კლონი. ისინი ასტეროიდს საფრენი აპარატით ჩიორა-5-ით მიუახლოვდებიან და ასაფეთქებელი მოწყობილობა აკოდა ნურსებს დაუშენენ. თუ შედეგი არ დადგა, მე უკან აღარ დავბრუნდები. აცხადებს გოგა ხაჩიძე და მისი ორივე კლონი. დედამიწაზე ასტეროიდის მოსალოდნელ შეჯახებას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მან ქანავერლის კოსმოდრომზე მოაწყო სპეციალური ბრიფინგი, რომლის დასრულებისას სასახე და დაიყვირა Let's Move Away და კოსმოსური ხომალდისკენ გაიქცა. დამღუპველი ასტეროიდის მოახლოებასთან დაკავშირებით ჩალვა ნათელაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მან აპოკალიფტურ მოვლენას მის წინააღმდეგ მოწყობილი ბინძური პროვოკაცია უწოდა და ასტეროიდის შეძენაში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიუხედავად ყველაფრისა ამალია ჯიბლაძე მაინც იმღერებს. აპოკალიფსის მოახლოებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და განაცხადა, რომ აპოკალიფსის დროს გლეხებს სრულად აუნაზღაურდებათ მიყენებული ზარალი და რაც მთავარია მათ შეეძლებათ ისარგებლონ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. აპოკალიფსთან დაკავშირებით მთავრობამ ერთადერთი ადეკვატური და ეფექტური გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოაცხადა. ასტეროიდის მოახლოებას გამოეხმაურა უკმაყოფილო ქალბატონი მანანა კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ვინმეს აქვს უფლება მოუახლოვდეს საქართველოს, ეს მხოლოდ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია და ის ყველაფერს იღონებს, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევიდეს. მიუხედავად დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდისა და აპოკალიფსის სიახლოვისა, საქართველოს მოსახლეობას შეუძლია არ ინერვიულოს. ჩვენს ქვეყანას ეს ასტეროიდი ვერას დააკლებს, რადგან პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მას ვეტო დაადო. ახლა პროდიუსერი მატყობინებს, რომ სამწუხაროდ ასტეროიდმა მოახერხა ვეტოს დაძლევა და ის კვლავ დედამიწისკენ მოემართება. და ბოლოს ამინდი ხვალ საქართველოში მოსალოდნელია აპოკალიფსი, მთაში და ბარში ასტეროიდების ცვენა. ჰაერი 200 გრადუსამდე გათბება და უბერავს ქარი 0-დან 600 კმ/სთ წამში სიჩქარით. ამ ყველაფერს კი დადებითი მხარეც აქვს, კერძოდ ის, რომ 21 საათიდან თქვენ საშუალება გექნებათ ქვეყნიერების აღსასრულს თვალი ადევნოთ ლაივში, ანუ ცოცხლად ქართველი ჟურნალისტების დახმარების გარეშე. დაგვიჯერეთ, ეს საგრძნობლად გაგიოლებთ სიკვდილს ამ სასიამოვნო ნოტაზე გემშვიდობებით სამუდამოდ. თუ ხართ საქართველოს მთავრობა და როგორც წესი ვერ ასრულებთ ამ მომრჩევლისადმი გაცემულ ცრუ დაპირებებს და ამის გამო გსურთ იპოვოთ რაიმე ობიექტური მიზეზი რუსეთის ფაქტორის გარდა, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობაში ხელს გიშლით, თქვენ გაგიმართლათ, გთავაზობთ აპოკალიფს, სპეციალურ დამანგრეველ ასტეროიდს, რომელიც თქვენ ქვეყანას დაეცემა. გამოიწვიეთ აპოკალიფსი და იყავით თქვენი ქვეყნის უკანასკნელი მმართველები.